ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა. 6 ივნისის საინტერესო ინფორმაციებით ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ეთერშია პროგრამა ინფორმატორის მეოთხე ვრცელი გამოშვება ლაილაისთან ერთად. 16 რაუნდში მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის თბილი საღამო არ იყო, როგორც იტყვიან, სუპერ ცოცხალი კონცერტი გაიმართა. ეს იმიტომ, რომ 5 ივნისს ჯგუფ ვაკის პარკის ახალი ალბომის ახალი დღის პრეზენტაცია შედგა. ცოცხალის შესრულება, რა თქმა უნდა, სავსე იყო იმპროვიზაციებით. და ვაკის პარკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხის საყვარელი ჯგუფია. მოკლედ, უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მოგესალმებით, ეთერშია პროგრამა ინფორმატორი და ჩვენ ახლა ვართ კლუბ 16 რაუნდში, სადაც შედგა ჯგუფ ვაკის პარკის ახალი ალბომის პრეზენტაცია. ყველაფერი ძალიან კარგად არის, ძალიან კარგი მუსიკაა და ვერთობით ვაკის პარკთან ერთად ბოლომდე. წავედით. ეი, ნაცა, როგორ ახ? პატარა კარუზობი. გინაცვალეთ, როგორ ახალ? ჩეკ, როგორ ახალ, ჩეკ. პრეზენტაცია, როგორც ასეთი ამ დისკისა ჩვენ არ გვაქვს სხვანაირად წარმოდგენილი თუ არა ცოცხალი კონცერტი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ პირველ სიმღერას რომელსაც შემოგთავაზებთ, ქვია ახალი დღე. ფანტასტიკურია, მე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ რამდენიმე მუსიკალური ჯგუფია საქართველოში, რომელიც არ ფონოგრამაზე უკრავს, ერთ-ერთია ვაკის პარკი და მე ძალიან მომწონს. ზაზა არა ნიჭიერი კაცი და შესაბამისად რაც აკეთებს ყველაფერს ნიჭის და დიდი სიყვარულის ჩადებით აკეთებს და შედეგი აქ სახეზე. ანუ მოგწონთ. ძალიან. როგორ შეაფასებთ ვაკის პარკის ახალ უპირველეს ყოვლისა მინდა თქვა ის, რომ ზაზა ძალიან სერიოზული მუსიკოსია და არაჩვეულებრივი შემსრულებელი არის. ძალიან მომწონს მისი ახალი კომპოზიციები, რამოდენიმე კომპოზიცია მოსმენილი მაქვს და ძალიან მაინტერესებს მთლიანად და ეხლა სწორედ უსმენ. მე მინდა მოვულოცოთ დღევანდელი დღე წარმატება და შემდგომში უსურვებ მრავალ ახალ ალბომის გამოშვებას. ბავშვობიდან ვიცნობ ზაზას. აი იმ თავიდანვე აი არ შეიცვალა, იგივე არის, უყვარს ეს ცოცხალი რაღაცა და ძალიან შეიძლება გამოდის რა და მინდა რომ აი უსურვო ბედნიერება და კიდე მრავალი ასეთი გაიგეთებინოს კარგი საღამოები და მეორე ალბომი ჩაეწეროს კიდე. ჩვენთვის ყველაფერი აბარა. რა გინდათ? მოვედით და საკაიფოდ ვზივარ და მოგწონთ. ხო, იმიტომაც ვზივარ აქ, ცივა იყინება, ამ სახს წავიდოდი. იმიტომ ვზივარ და უყურებ. კაი, მარია დიდი ხნის და საინტერესო ამბავია ყოველთვის. მადლობთ, არ დაიხჭო. გაუმარჯოს ნიჭიერებას. ზაზა ხუთიშვილური ნიჭიერი ადამიანია და ნიჭიერი ჯგუფის წევრები ყავს, მე მგონი ამაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია. დიდი მადლობა ზაზას რომ არის
არის ესეთი ჯგუფი და სულ წინსვლას და წინსვლას. ძალიან კარგი კონცერტია. დიდი მადლობა ზაზა. Siva! შვიდივნის დათო ცირეკიძე Club 7-ში ელექტრონული მუსიკის საღამოს აწყობს. როგორც დუტას ხერყლაძემ გითხრა, ის დიჯეობას თავის თავზე აირებს. ახლა კი ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი. ისევ გაგრძელება იგივე პროექტის ელექტროფოლკის და ვნახოთ არის ახალი რაღაც ვეშები რომელიც კიდე გაიმიქსება სხვა ვარიანტში და ეს კიდე უფრო სხვა ვარიანტში დაიკვრება მინდა რომ დაიკრას იმიტომ რომ სხვა ტერიტორია უფრო მყუდრო არის და უფრო ცოტა ხალხისთვის როგორ თქვა ცოტა ნუ რაოდენობრივად გამომდინარე აქედან გამომდინარე ცოტა სხვა მიქსი იქნება რა ახალი იქნება ის რომ ახალი ესე ვთქვათ კომპოზიციები ქართული ფოლკის დაიმიქსება ახალ ვარიანტში რა დათო გოგიბედაშვილმა წიგნის სახლ პარნასში თავისი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. წიგნს ასე ჰქვია: PS. დანარჩენს კი ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. წიგნის სახლ პარნასში მორიგი წიგნის პრეზენტაცია შედგა. ამჟამად წიგნის სახელწოდება პოსკრიპტუმ, რომლის ავტორის გახლავთ დეფი, იგივე დავით გოგიბედაშვილი. წიგნი სახელწოდებით PS, ანუ პოსკრიპტუმ არის ერთგვარი ბოლო თქმა იმ გენიალურად ქმნილი ლიტერატურისა, წიგნებისა და იმ გმირების ბედისწერისა, რაც შექმნეს ჩემამდე ავტორებმა, ანუ ჩვენამდე ავტორებმა, დიდოსტატებმა. ჰემინგუეიმ, აკაკი წერეთელმა, ნებართ ილია ჭავჭავაძემ, ედგარ პომ, დიკენსმა, კიპლინგმა და ცხადია ვაშებშაველა. აი ეს ავტორები არიან აი ამ წიგნში და მათი გმირები. მე ვესაუბრები ამ გმირებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვერის ბაღში მდებარეობს ელიტ კლუბი, სადაც თქვენგანით 24 საათიანი ცეკვა, მუსიკა, კარაოკე. აქ შეგიძლიათ მოიწყოთ დაბადების დღეები, კარნავალები, ბანკეტები. რა თქმა უნდა, მიირთოთ უგემრიელესი კერძები. ყველაფერს ვიდეო კასეტაზე დააფიქსირებთ და ნამდვილად გაერთობით. შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა პრესკონფერენცია გია ყანჩელის ახალ პროექტთან დაკავშირებით. კომპანია არტიმედის ახალ პროექტს ასე ჰქვია: გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის. პროექტის პრეზენტაცია 9 და 10 ივნის ოპერის თეატრში შედგება. ეს იქნება თეატრალიზებული კონცერტი, რომელშიც მომღერლებთან ერთად მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. დამდგმელი რეჟისორია დათო დოიაშვილი. პროექტში გამოყენებულია დათო ოძელაშვილის 3 პარტია ფლეიტაზე. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს იქნება ყველაზე სერიოზული და წარმატებული პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. შევიკრიბეთ საბედნიეროდ ის უკვე ცნობილი თემა და მე ვფიქრობ, კიდევ უფრო საბედნიეროდ ეს პროექტი 2 დღის შემდეგ უკვე პრაქტიული განხორციელების რეალიზაციის
ფაზაში გადადის და ამდენად ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი ეს არის ჩვენ შეგვეძლო ადრეც გვესაუბრა იმაზე თუ რა ხდება ამ პროექტში, მაგრამ მაინც ვამჯობინეთ რომ პრემიერამდე 2 დღით ადრე, ბევრად უფრო დასრულებული სამუშაოების ფონზე, ბევრად უფრო ემოციური ესეთი ღელვარების ფონზე შეგხვედროდით და შეგვეყვედრებინა თქვენთან ის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელმაც ჩაიფიქრა პროექტის სახელწოდებით დიაპანჩევის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის. მუსიკალური ვერსია. ნიკა მემანიშვილი, თუ ვერ ასწრებთ მითხარით და ნელა ვიტყვი. სოლისტი ნატო მეტონიძე, დამდგმელი რეჟისორი დათო დოიაშვილი, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, კოსტუმების მხატვარი ნინო ჩუბინიშვილი, სცენოგრაფია შმაგი შეყრილაძე, ირა შარაშიძე. ვოკალური ხელმძღვანელი მანანა მორჩილაძე. მე უბრალოდ დავამატებ ერთ რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ კონცერტში, პროგრამაშიც არის შესული და ვაცხადებ, რომ მონაწილეობას ორკესტრში ასევე იღებს დათო უძელაშვილი. უბრალოდ ცხადია, ის ცხადი არ გახსოვთ ყველა ვიცით. უბრალოდ ჟღერს კონცერტის 3 ეპიზოდში მის მიერ შესრულებული ანჩელის მუსიკა, რომელსაც ჩვენ ცოცხლად ვადებთ საორკესტრო აკომპანიმენტს და ნატო მღერის ასევე პარალელურად. ანუ გაიჟღერებს დათოს პროექტი, რაც ძალიან მახარებს და რის გარეშეც ეს პროექტი ჩემთვის წარმოუდგენელი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.